საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ დღეს მოგზავნით და ჩვენთან ერთად ვხვდებით ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, თითოეულ ქვეყანას დიდი მადლობა ჩვენს დირექციას, ჩვენს მოწყობის სტუმრებს, ჩემს მშობლებს, რომლებიც აქ ჩემთან ერთად დიდი ხანია შრომობენ, ჩემს ბავშვებს, რომლებიც ასევე გულისხმიანად ჩვენი ღონისძიების დაწყებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა დედაჩემს, რომელიც აქ არის ახლა და რომლის მოსვლამაც ცოტა გული ამოჭრა. და მინდა გითხრათ, რომ როდესაც სკოლაში მუშაობა დავიწყე, არ ვიცი მას თუ ახსოვს, მაგრამ მანმე სარკე მაჩვენებს და მითხრა, რომ ხშირად ჩამეხედა სარკეში და ყოველ დღე ლამაზად მოკრანჭული წამოსულიყავი ბავშვების წინაშე. დიახ, ჩვენ ყველას ვჭირდება სარკე. იმისთვის, რომ ხშირად ჩავიხედოთ და როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, დასურილი გავისწოროთ. რადგან თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალი თაობა, ისე როგორც არაერთი ამ სკოლის თაობა, ნამდვილად ღირსეული ნაკადი იქნება ჩვენი საქართველოს მომავლისთვის. ახლა კი ბევრს არ შეგაწყენთ და დავიწყოთ ხორცს. მოყვარეს პირში უძრახე, წერს პირს უკანაო. ამ ეპიგრაფით იწყებს ილია ჭავჭავაძე კაცი ადამიანის შესავალს და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ვინც უარსავის სახეში თავის თავს დაინახავს, ლაფის სროლას დაუწყებს და გიჟიას დაუძახებს საფრთხობის უხეილო დამწყებს. რა ვთქვით? ზოგი გულის ტილოს იმით იჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უდებს, ზოგი კი იმით, რომ ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში, რომელს უფრო მეტი გულის ტივილი და სიყვარული აქვს, ეს თვით მკითხველმა გამოიცნოს. მშობელი ხალხის ნაკლოვანებათა კრიტიკამ შეძრა ქართველის გული და გონება. ამიტომაც ახალგაზრდა პოეტმა ქვეყნის გულშემატკივართაგან დიდი რისხვა და სიძულვილი დაიმსახურა. თავად ილიას კი რა უყვარს და რა მოსწონს ქართულ ხალხში, ამას თავისი ლექსის მინაწერი ხვდება. დღევანდელი ქართველი რომ ძალიან ამძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან უყვარს. რა ამბავი იმას, რა ხდება? უბრალოდ ყავს. გადავიცი და რა დღეა დღეს? რა დღეა დღეს? დღეს 26 მაისია. და შაბათია. მე აუ მას რა გინდა? 26 მაისია შაბათი და ვისვენეთ. რა ვიცი თქვენ ეგრე არა თქვით რომ ვისვენეთო და თან სკოლაში მოვიდო. მაგარია. და სულმებრია და ვისვენეთ. მე სკოლაში დავიდე. ღონისძიების მოსაწყობად. ისიც გითხარით, რას აღნიშნავთ, მაგრამ რა ვიცი, ეხლა შენ არ გაგიგონია. აი მას, რატომ იცით მე ეგრე შორიდან ულის და მატყოლეთ. პირდაპირ რომ ითხრათ არ შეიძლება? არ ვიცი რა დღეა დღეს. ვინმეს დაბადების დროს აღნიშნავთ? კარგი, პირდაპირ გეუბნები მან. ეს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი საქართველოს დაბადების დღეა. კი, შეიძლება ასეც იყოს. სპორტი გვექნება? არა, რა თქმა უნდა. ეს დღე გვახსენებს, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებას. ჩვენი გმირების სახელმწიფო ყოფა კი მათი სოვლით უნდა გამოვხატოთ. უყდავ რამას რანაირი სიტყვებით. ისე მას მე მეგონა რომ საქართველო ყოფნის დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. აბა მე გმართავდა? მართლა ასე მეგონა? როგორც ჩანს, ბევრი მაქვს მოსაყოლი. ახლა ეგ განჯექი და კარგად მომისმენთ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 1793 წელს რუსეთის იმპერიასა და კათედრის სამეფოს შორის ხელი მოეწერა ფრანცს. დიდი ხანია გვაქვს ერთობა, ისე კავშირი, სარწმუნოება. მას მინდა მივცე მემკვიდრეობა და მან მოსცეს ხალხს ეთნიკურობა. 1800 წელს კათედრის სამეფო გაუქმდა და ტერიტორია რუსეთის უმეურნეოდ გამოცხადდა. ეს ამბავი ერთი წლის შემდეგ 1802 წელს ამხნეს სიონში შეკრებილ ქართულ თავად მასპინძლებს. ცარიზმა ალბათ ასე დაასაბუთა. არა ისე და უკიდეგანო რუსეთის თვითმფრინავისთვის ქართველი ხალხის შეჭირვებათა გაზიარება. 1814 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიაც გაუხმა და რუსეთის ეკლესიას დაუფარდებარა.
ბაგრატოვართა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები თანდათანობით გადაასახლეს საქართველოდან, რათა იმპერიის წინააღმდეგ შესაძლო გამოსვლების შემთხვევაში საქართველოს ტახტის კანონიერი მემკვიდრეები ქვეყანაში არ ყოფილებდნენ. 1801 წელს რუსეთში გადაასახლეს საქართველოს უკანასკნელი ეპისკოპოსი გიორგი მეთორმეტის უამბებით. 1801 წლიდან 1850 წლამდე საქართველოს რუსეთიდან მოვლენილი თავმჯდომარეები განაგებდნენ. თავმჯდომარეების თანამდებობის გაუქმების შემდეგ დაწესდა კავკასიის მეფის ნასლის პოსტი. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღიდან ვერ ეგუება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და დამპყრობელი იმპერიის წინააღმდეგ ფეთქდება აჯანყებები. 1802 წელი კახეთის სამეფო, 1812 წელი 1812 წელი ყოველდღიური კახეთი. 1819-1820 წლის იმერეთის აჯანყება. 1838 წლის ქართულ თავადაზნაურთა შეთქმულება არისტოკრატიამ ცარტარისტორიდან განდევნილი ქვეყანა უკან დაებრუნებინა. 1850 წელი გურიელ მგზავრმა ანტიქსულმა აჯანყება მოიცვა. რუსულ ყაიდაზე გადავიდა. realობაში რუსეთის იმპერიამ უდიდესი ძალისხმევა დახარჯა საინისოდ, რომ ჩვენი საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი გაერთიანებულიყო ერთგვარ კოლექტიურ პერსონად, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძე უწოდა. იმ დროს მოგზანდეს, როდესაც მე მამა პაპურად ფეხმორთმული წინ მიფენია ის უფრა. მაის სასტილო
სამკაულებით. ცხელ-ცხელი ყურები, ცივი ღვინო, აქ-აიქ ახირებულად მიყრილ მოყრილი მწვანი, ახალი თევზი ტახუნ თავსახურული. აი დრო, როდესაც ჩემს გულში იღუძეს პატრიოტული ბრძნობა და ჩემი ნაციონალური მადა კუჩში გამსამოძრო ტახტსა. მაშინ მეც თავი მოწონს ქართველობა. განაშემიძლია შუშხნა მწვადის ყურება, ისე რომ პატრიოტული ნერვით არ მევსებოდეს. როდის გადამიკრავს კახური ღვინო, ისე რომ ჩვენი წინაპრების შესამდობარი არ ყოფილიყოს. ჯერ კიდე შუას მასში არც არა ვარ ხომ, რომ ჩემი ქვეყნის პროექტი თვალწინმელანდებია და მაშინ მეც თავი არ უნდა შემიმაგრებია. გაბრაზებული ზევი ჭერს კუცა კრავდა, სუფრაზე წითელ ღვინოს მომთხოვ. მას ვიღა შეუძლია თქვას, რომ მე პატრიოტი არ ვიყო? დიახ, პატრიოტი ვარ, ყოფილი ვარ და ვიქნები. თქვენ კი წინააღმდეგი მიზეზები მომაშორეთ. არ შეგიძლიათ, მას რაღაცა საყვედრობით კოლაბუსება. ვაი იმ დროს, როდესაც თქვენ გაჩენილი ხართ, თქვენი სუხეროს აქციელებით ჩვენ ბობოლის პატრიოტულ მადას გვიფუჭებთ. რომ გამოიცვალა თქვენი ჭირიმე, რაც ეს ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ქართველი კაცის ხეილი წახდა. ფერი კი აღარ შეჭა ჩვენ შვილებსა და ჭამით ისინი ვეყარა ჭამენ და სმით ისინი ვეყარა სვამენ. რა კაცები არიან? მაგათ მარტო წიგნიცია. მე თუ წიგნი არ ვიცი რა, კაცი არა ვარ, ფუდი არ ამხურავს, წიგნი რა ვაშკაცის ხელობაა, ეგ ხომ ქალის საქმეა. აც რათ უნდა წიგნი ვეჟო, კაცი წიგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღეყოველ უნდა ჩააყარო ხარაკი და ჩაასხა საცვლელი, მაგრამ მაინც კიდევ ვერ ამაოსო. ვენათვალე უწინდელ დროსა, კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვენ ყრავი და კაცი იყავ პატიოსანი. ყველაფერი არ არის. მე-19 საუკუნის ამბებს უფრო მძიმე მე-20 საუკუნის ამბები მოყვა. მაგრამ სანამ ამას მოგიყვები, ახლა იცი რა გამახსენდა? ერთი ძალიან საინტერესო მოთხრობა აქვს აკაკიწერეთოს. უდაბზიკეთი ჰქვია. რა სასაცილო სათაური აქვს. ისე მას ფერმ ლიტერატურა არ გამოუვიოთ, მაინც არ შეგვიძლია ხო? როგორ ამოხონდე? ლირიკული გადახვევაო? ოჯახმანდეშე თურმე მოგისმენია რაღაც. ეს ლირიკული გადახვევა არ არის, მაგრამ არაუშავს. რა ვიცი თქვენ ეგრე არ თქვი და ისე რატომ გაგახსენდა? რა ხდება ამ მოთხრობაში? მოთხრობის მიხედვით იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც უდაბზიკეთი ერქვა. ოდესმე სახელგანთქმული, მაგრამ ახლა ისე დაცემული, რომ მისი მკვიდრნი ნაცარქექიობის მეც ვეღარაფერს ახერხებდნენ. უსხდნენ კერას და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. მრავალღმერთობის დრო იყო და ყველას თავისი შესაფერისი ღმერთი ჰყავდა. ზოგს ლომი, ზოგს პილო, ზოგს გველეშაბი, ზოგს გიდიგველი და სხვა. მოკლედ, ვისაც რა უფრო საშიში ეჩვენებოდა, იმას ეხონებოდა. ხო და უდაბზიკელებმაც გადაწყვიტეს კბენარის საყვანისცემი. მაგრამ არ იცოდნენ რომელი აერჩია. ზოგს რწყილი მოსწონდა და ზოგს ტილი. ჩვენი კანდიდატი საუკეთესო გუბერნატორია. დააბადოთ წილაძე. საქმენი კანდიდატი და
ჩვენი კანდიდატი გიშვიდობიანი დარბაისელი დამჯდარი ხასიათის მორიდებული შორს ასლის თავი არა აქვს. მართალია ხანდახან ჩუმად იკვინება ისე რომ ტანს მოგახანინებს, მაგრამ თუ შეგახო ახსოვდება, რითასაც მე ნაუჩი იმალება. გაუმარჯობ ტილაკებს! ეს ღირსებადი არ არის ნაკლია. ჩვენი კანდიდატი მართია. ცოცხალი დღის კი მოხდის, გამოგაფრთხილდეთ. თქვენი კი სასიზღარი რამ არის და ყოვლად სამყარო. ვაითქოუბედურებო, თქვენ რომ კაცები ვქვიათ. ვაითქოუბედურებო, ჩვენ კაცები ვართ. თავზე ქუდი გვახურავთ და ულვაში გვასხიავთ. კაცო, რა დროს წყილობია დილობია. თუ გაიდაბაეთ შედარებით ვერ გავხსნით, ფუტკარი მაგთავია. იქ თავსა და საერთოდ მაინც საფრთხე, სანამ ვერ მივხვდიან. არა, ფუტკარი მოუსვენარია, ჩვენაც წერილი. აგრესიული სიარგი არ არის და სულ მოსისხარი. წილები ყველა ფშობია. წილები უკეთესები არიანო. ემოგარგო ქვეყანა რაზედ მოგიცხენია აცხოვ თუ არ აღსალობს მომავალი შენია თუმცა ძველნი გახშორდნენ ახალი ხომ შენია მე ქართველი ვარ. სად ქართველობა რაღაც მადზილში არის ჩაფლული და მამულისთვის არ აღერდება გაქვაბული იმისი გული. მე ქართველი ვარ, წარს რომ როდესმე წავა, გაივლის ეს დრო ძილისა და დღესა თუ ხვალ უეჭველად გამომწყდება მზე მომავლისა. არ მომკვდარა, მხოლოდ ძინავს და ისევე გაიღვიძებს. გულსა სწამს და ჭკუას ჯერა, რომ ჯერ კიდევ არ გამქრალა მომავალი ბების წერა. არ მომკვდარა, მხოლოდ ძინავს და როდესაც გაიღვიძებს, მოიგონებს იმათ სახელს, ვენც დღის იმას არ ივიწყებს. ჩემი მამული საქართველოს დღეს მიცოცხლდება, ხალხი აზრით და ხალხი აღდგა, ხალხი მოქმედებს, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდინა ერთ ფიქრს აფიქრობს და ეს ფიქრია მთელ კავკასიის თავისუფლება.
ნახევარწრევის 4 საათი და 50 წუთი. საქართველოს ეროვნული საბჭოს პრომა. ესწრება 42 წევრი და 36 კანდიდატი. დარბაზში აუარებელი ხარჯია. მოედანის სასახლის წინ და უახლოეს ქუჩებში გაჭედილია ხარჯი. ყველა გრძნობს, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის შემწენი და შემოქმედნი არიან. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ხანგრძლივი 111 წელი დღეს ამ დარბაზში გამარჯვებით გვირგვინდება. ამ 20 წლის წინ საქართველოს რუბლიანცი 26 მაისმა ჩამოანათა. ერმა მას ჩაშლიდა მაგარი ხელით და უდიდეს დღესასწაულად გამოაცხადა. ქართველმა ერმა ამ დღეს უარყო სხვისი ბატონობა და გადაწყვიტა თვით ბატონობა. საქართველოს ეკუთვნის საქართველოს ხალხს. მან შესძახა მსოფლიოს და ამ გზაზე მამაცურად შედგა. 26 მაისი არის დაბადების დღე ახალი საქართველოისა. 26 მაისს ქართულობა ერთგულებას გამოიყო ჩრდილოეთს. გამოვიდა მის ტყვეობიდან, გალეწა მისი გორკილები და მოიპოვა თავისუფლება. და რა არის დღეს საქართველო? ის აღარ არის, მას მოუბრუნდა ძველი მტერი, მას მოიპარა ჩრდილოეთი და მოსტაცა სული ძლიერი. მან შეწყვიტა ძლიერი მაჯისცემა და შეაბა ახალი გორკილები. 26 მაისი აკრძალული შებოჭილია. მაგრამ 26 მაისი მაინც ანათებს, 26 მაისი არ მომწარა, არც წინავს. ის მოგვიტოდებს სიფხიზლისა და ბრძოლისაკენ. არ გმართებს უიმედობა, განთიადი მოახლოებულია. თბილისი მე-11 თემა არმიამ დაიკავა. 23 ფევრალს თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართა სასწავლებლის დაფუძნებება და რეფორმა ივანე ჯავახიშვილმა. ჩემი მოვალეობა მე-11 ტიქნისა და კალმისაკენ მოგიტოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა ყველაფერი გამზეუნდა გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდეთ. საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 გვერდზე ვარ. მეორესგან 5-ზე თუ 7-ზე. ყრები ჯერ შორს არიან, ძალიანაც ხებენ ჩვენები, ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია რაიმე კბილეული გამოგზავნეთ. გავფრთხილდით თავს, ოცნით ბევრს, ისე არც ივა. მოგითხო ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვეთ სახელოვნად. წერდა მოწყალების და მარო მაყაშვილი. სული შეკეთებაზე ვერავით არის იზნელო ვერ მოქმედებდა და ვერ გვასუსტებდა. სიკვდილზე არც არავის არ გვიფიქრია და არ შეჩინებია. ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ხუმბარები და ჭურთვალან სხვრეები. ჩვენ კი სანგრების ქვეშ ჩამალვას კი სანგრების პირას ფეხის დგომას ვარჩევდით. შიგა და შიგ ჯამი რომ ჩამოწევოდა, წერე შეგვიკრემს და ცეკვა სიმღერა წამოგვიწვია. კოდორ ტაბახმელის მიდამოებში მტერთან ბრძოლაში დაიღუპა ცხა და დაიჭრა 53 იუნკერი. ამ წამიდან როგორც ჩვენი სამშობლო საქართველო, ისევე ქართველიერი სამუდამოდ დაიღუპა. ჩარხი უკუღმა გადატრიალდა. საქართველოს 7 ვარსკვლავი ჩაქრა. თეთრი მერანი უსკრულში გადავარდა. თბილისს დამშვიდებით ეძინა. მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი. ქალთა და თბილისებურა ხალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. დაწყრა ოჩოი და კაბახარა. როდესაც გათავლით მიაგანელა. ეფინებოდა ფინების მამებს, განგვინო მტერდებს და ლავებს და უძრავ იყო თებერის ხალხი. ქალგას და თბილისებურა ხალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით. თოვდა და თბილისებურა ხალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. მოსკოვი, კრემლი, ლენინს, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიანებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. პოეტი, მხატვრელი და ესეისტი. არაერთხელ დაიფარეს დაკითხვაზე და ბოლოს დაპატიმრებას დაასწრო და 1927 წელს მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა.
პაულო იაშვილი ვაჟკაცურად მოემზადა ტრაგედიასთან შესახვედრად და ერთი ნაბიჯით დაასწრო იმ საბედისწერო განაჩენს, რომლის ძალითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად შერაცხულისათვის ტყვია უნდა დაეხალათ. გასროლის ხმა მთელ იმპერიაში გაისმა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი. პაულოს სიკვდილის შემდეგ ლავრენტი ბერიამ ტიციან ტაბიძე დაიბარა და უთხრა: პაულო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება. რა მოხდება? დაწერე რომ აგენტი იყო. ტიციანმა სასტიკი უარი უთხრა. ბერიას გაუგველა. ნუ თუ შენ შვილსაც არ ებრალებ, უბრალოდ პრონოტოებო. შინ დაბრუნებულმა ტიციანმა თავის 16 წლის ნიტას უთხრა: შეიძლება მე აღარ ვიყო, მაგრამ შენ არასოდეს შეგრცხვება, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენ. 1927 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. როდესაც პაულო იაშვილმა თავი მოიკლა, მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოლიტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. პაულომ ყველას ბოჭობაო უთქვამს. 4 დღეში მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით გამოაცხადა: მიხეილ ჯავახიშვილი ჯაშუშიდან დივერსანტი, გაძევებული იქნა მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს. ევგენი მიქელაძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. ის სულ რაღაც 34 წლისა იყო, როცა 1927 წელს საბჭოთა კავშირში განხორციელებული სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ლატავრას გენერალური რეპეტიციის დროს თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ საქმიანობას ეწეოდა ფალიაშვილის სახელობის თეატრშიო და რა თქმა უნდა ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დახვრიტეს. სანდრო ახმედელი, რეჟისორი, თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სანდრო ახმედელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთების საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგორ რობაქიძის ლამაზ. საბჭოთა ხელმძღვანელობის მოთხოვნით მიუხედავად, ახმედელმა უთხოვეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ეროვნული სულის მკაფიო გამოხატულებად მიიღეს. 1920 წელს ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე რუსთაველის თეატრის საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს. 1927 წლის ალექსანდრე ახმეტეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58 მუხლით მიუსაჯეს. სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. დიმიტრი შევარდნაძე იმ თაობის მხატვარი იყო, ვინც მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპულ კულტურას ფეხდაფეხ მიყვებოდა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ნიკო ფიროსმანის ნახატების დიდი ნაწილი არსებობს. მას ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის აბესალომ და ეთერის დეკორაციებისა და კოსტუმების ესკიზები. ვინ იცის ევროპაში რომ ეცხოვრა, დღეს პიკასოს და მოდილიანის გვერდზე მდგარიყო, მაგრამ ის ქართველი იყო, არც უფიქრია საქართველოდან წასვლა. და სწორედ სამშობლოს სიყვარული იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. დიმიტრი შევარდნაძე 1927 წელს დახვრიტეს. გიორგი ელიავა, ქართველი მეცნიერი, მიკრობიოლოგი, ბაქტერიოლოგი. 1923 წელს გიორგი ელიავას ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონაც იყო. 1927 წლის 23 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრდა შინაგან საქმეთა კომისარიატმა. მათ ბრალი დასდეს ჯაშუშობისა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. 1927 წლის 9 ივლისს გიორგი ელიავას სასამართლო სამხედრო კოლეგიამ გამოუტანა განაჩენი. დახვრეტა.
მაუნდობარმა ზავი შეეხება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრება. ამ ორი სტრიქონით აფასებს გალახტიონ ტაბლიძე ყველაზე უსამართლო და სისხლიან ეპოქას. რა უმათე, ხედავ რა დაგვემართა? პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ადრე იქნება თუ გვიან დამთავრდება ერთი შედეგი, საბჭოთა ხალხების სრული თავისუფლებით. წერდა აკაკი ბაქრაძე. და ის დარწმუნებული იყო, რომ აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებდა. ვერ შეაჩერა. 1989 წლის 4 აპრილიდან დაიწყო ანტისაბჭოთა საპროტესტო გამოსვლები და ნელ-ნელა დიდ ეროვნულ გამოთავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოუწოდებდა შეკრებილ დემონსტრანტებს, რომ საშიშროება მოახლოვებული იყო და სთხოვდა ტაძრისთვის შეეფარებინათ თან. პატრიარქის გამოსვლა დუმილით მოისმინეს, მაგრამ უარი თქვეს დაშლაზე. მიღულად შეეწირა ხელკეტებითა და ნიჭებით მოსულ საბჭოთა ჯალათებს. უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ დამჯდარიყო მთავრობის სასახლის წინ, იმ იმედით, რომ ჯდომარეს არ უტყავი. დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლით დახვარა. მათ ხსოვნას ქვეყანას ანთლება დაინდებს, დროშები ჩქარა. დიდება ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით, ვინც მეტგრად დახვდება მტრის რისხვა მქარას. გათენდა, შერდი, დროშები, ჩქარა. საქართველოს
თქვენ მაშინ ხარ, როგორც ლერწები. Თქვენი სიკვდილი თვით სიკვდილსაც დავიწყებია. თქვენგან დათებულ ცეცხლზე წრები დაიჭვებია. შეხედე ირგვლივ რა მთებია, რა მიწებია, დადგება ჟამი ამ მიწაში ჩამიწდებია. გზეთ უნახავო, საქართველოს მზეს გარიდეთ, ახლა სულ ყველას მზეში გივზეთ, ჭეშმარიტებით. დებო, მერწმუნეთ, ყველა წვეთი და აპრილის სისხლის არის ტანჯული საქართველოს ცრემლების ღირსი. რადგან ის წვეთი, რაც დაეცა იბერთა მიწას, სულ ყველა წვეთი ამაღდა და ვარსკვლავად იქცა. ბევრი ვთქვით, ბევრი უთქმელი დაურჩა. მაგრამ ერთი რამ არაერთხელ გვითქვამს. პირისპირქვე დამხობა მაშინ იწყება, როდესაც ერი თავის ისტორიას იმიწყებს. აწყო კვიდრის საძირკველია წარსულისა, როგორც წარსული კვიდრის საძირკველი აწყოში, როგორც აწყო მომავლისა. ამიტომაც უთქვამს ერთ ბრძენს, აწყო მშობილი წარსულისაგან არის მშობელი მერმისისა. Wish